UFC და Geo Production წარმოგიდგენთ ადამიანისა და სპორტის 11 წლიანი უპირობო სიყვარულის ისტორია, რომელსაც ემიგრაციის ცივმა ღამეებმა ვერაფერი დააკლო. მისი მოტივაციის წყარო გამარჯვება MMA-ის სპორტსმენების მამა მარჩენალი, დანა უაიტი და მისი გუნდი მძაფრსიუჟეტიან ფილმში The Machine. მამა მარჩენალი ეს სახელი მან საკუთარი შესაძლებლობებით დაიმსახურა. ეს კი მისი გუნდია. ჯო როგანი, იგივე დაბალი ღობე, ბრიუს ბაფერი, UFC-ს ცნობილი ხმა, იგივე გამახვილებელი, ლორა სანკო, ვითომ და ორგანიზაციის მშვენება, ამასობაში ესეც კაიმაღვალა კილინია, დენიელ კორნიე, პუტკუნა ბოროტმოქმედი, ლას ვეგასი, მებრძოლების მთავარი ნავსაყუდელი, საქმის პროფესორი, ახალი სახეების შესარჩევად ემზადება. ამისთვის ის სპეციალურად ალალი ბიძაშვილის ჯინა უაიტის ჰიბრიდი მანქანით ატლანტიკ სიტიში ჩადის. მკვეთრად დაძაბულ მოცემულობაში სიტუაცია ქართველი ტარზანის სასიკეთოდ ვითარდება. მამა მარჩენალს სხვა გზას აუტოვებს და 14 წამში ამარცხებს დაუმარცხებელ რუფონ სტოტს, იგივე მეტი ჩანას. ფილმის მთავარ გმირს საჩემპიონო დიდი გზა ელოდება. ეს არის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს მსოფლიო ჩემპიონზე. ფილმის სცენარი სულ ორის მისადგომებთან იბადება. ფილმი, რომლის ბიუჯეტიც ერთ-ერთი პერსონაჟის ქურქის ფასზე მეტი დაჯდა. ეს არის ფილმი პიოტრ იანის, ჰენრი სეჰუდოს და უმარ ნურმაგომედოვის ცხვირპირის გამაერთიანებელზე. ქართველი მანქანა, რომელიც ამერიკიდან საქართველოში კონტეინერის გარეშე, ფოთში სამთვიანი შეყოვნების და განბაჟების გარეშე, პირდაპირ თვითმფრინავით ჩაფრინდა თბილისში, წელზე საჩემპიონო კამრით. ეს არის კაცი, რომელიც ძმაკაცს არ ეჯღუფება. კაცი, რომელმაც დაღესტანი ხაშურს შეუერთა. კაცი, რომელიც მაიამის ხელგაწვდილ შეჭირვებულებს გვერდით დაუდგა. ერთადერთი ქართველი, რომელმაც მექსიკის საზღვარი ნაციონალური ტანსაცმლით გადაკვეთა. ჩემპიონი, რომელმაც ყოფილი ჩემპიონი მასტურბაციას ჩამოაშორა და ვარჯიში დააწყებინა. კაცი, რომელმაც ვატო ღვინჯილი აღმოაჩინა, დიდი კინოეკრანიზაციისთვის ემზადება. ეს არის მერაბ დვალიშვილი, ქართველი მანქანა, ლეგენდა, რომელიც არასოდეს ჩერდება. The Machine, ყველა კინოთეატრებში მალე.